აი ახლა როცა სახი აზრი ბრუნდება, როდესაც ბევრი რამე არის მისახედი და ჩვენ ყველას გვახსოვს კისინჯერის პრინციპი, რომელიც განახორციელა კისინჯერმა ნიქსონთან ერთად, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ცალკე რუსეთთან, ცალკე ჩინეთთან უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე ჩინეთს და რუსეთს უნდა ჰქონდეს. ეს ფეხქვეშ გაითელა ეს პრინციპი და შეერთებულ შტატებმა მიაღწიეს იმას, რომ რუსეთს და ჩინეთს აქვთ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ელიტებს, პოლიტიკოსებს, ლამის ერთი მათ არიან შეკრულები, ხოლო შეერთებული შტატები სად არის? აი მირშაევერი ახსენა გიორგიმ, ხომ? მას კოლეგები, მათ შორის სტივენ კოტკინი და სხვა, ვის ბოლომდე არც კი ეთანხმებიან, უწოდებენ პოლიტიკური მეცნიერების გიგანტ, giant of political science. სამხედრო პროფესიონალი, ოფიცერი იყო, ვესტ-პოინტი დაამთავრა, ბევრი რამე იცის. და მე მქონდა ესეთი ექსპერიმენტი. მე ვამბობდი, აი ნახეთ რას ამბობს ამხელა პრესტიჟის ადამიანი. ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უკრაინის მიღება ნატოში. უკრაინას უფლებას კი არ აქვს, რომ ნატოში მიიღონ. ეს ჯერ კიდევ ომამდე. 2014-ში ამბობდა ამას. და ასე შემდეგ. ეს გამორიცხულია. ეს 2014 წლის მისი ლექცია არსებობს საინტერესო სადაც მაქვს ეს ხოშოს არის თავისუფლად ინტერნეტში ეს ლექცია და ესე და აი მაშინ როცა ეს მე მოუყევი და აუდიტორიაში მეცნიერები იყვნენ ეს ხო პრორუსულია ვაცალე და ვამბობ აი ნახეთ სტატია ავტორი ამტკიცებს რომ არ შეიძლება უკრაინისთვის ხელის გადაგრეხა და იძულება უკრაინისა კრავჩუკის რომ მთელი ატომური ბირთვული იარაღი გადასცეს რუსეთს. გახსოვდეთ წერს ავტორი, ეს თუ მოხდება, რუსეთი შეიჭრება. და ყირიმი იქნება პირველი მიზანი. ადრე თუ გვიან შეიჭრება. და თქვენ რო ეხლა აიძულებთ და გახსოვთ ორი მემორანდუმი. ამას ვინ წერდა მეთქი? ჯონ მირშაიმერი. აი თქვენ რო ბრძანეთ რომ ყველაზე ამერიკელი. ანუ კაცი რას ამბობდა, თუ ეს ჩაიდინეთ და უკრაინას აღარ აქვს ის, რაც მხოლოდ ერთი რამე შეაჩერებდა პუტინი იქნება, ხო იქნებოდა. ვინც ამას განახორციელებდა. ეხლა რა ხდება, ხომ? ეხლა როგორ მიიღებთ ნატოში? ვეღარ მიიღებთ. შეუძლებელია.